მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება და დღეს სტუმრად გადაცემაში ყავს არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან კარგი მომღერალი გიორგი ლაფეთიშვილი. მოგესალმებით. როგორ ხარ? სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. დიდი მადლობა რომ გამონახე დრო, მოხვედრით შევხვდით ცოტა გავიყინებით, მაგრამ არა სასიამოვნო გარემოში ვართ. გადავიდა, კი ბატონო. როგორ არის ვოკალური ამბები შენს ცხოვრებაში? როგორ არის გულისხმობ იმას, რომ საიდან როგორ აღმოაჩინე შენს საკუთარ თავში? ხო, მიყვარს სხვათა შორის ეგ ისტორია, იმიტომ რომ სასიამოვნოა ხოლმე მაგის გახსენება რა. თავიდან არ მინდოდა ხოლმე სიმღერა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ დედა ჩემი მღერის 30 წელია ერთ-ერთ ანსამბლში, რომელიც საგარეჯოშია და ის იყო მომოტივირებელი ჩემთვის, რომ აი უნდა და სულ რომ ემღერა რა, მაგრამ რატო იკავებდი თავს? არ ვიცი. ალბათ არ მქონდა რა რაღაც ინტერესი ტრანსპორტით ვიყავი დაკავებული, კალადურს თამაშობდი და მე პირდაპირ ისე მოხდა, რომ ამღერდი და წავედი მუსიკალურ პროექტში 2016 წელს და იმის მერე დაიწყო ეს მუსიკალური თავგადასავალი. X Factor-ში ვიყავი 2016 წელს. ბევრი კაი მოგონება მაქვს 2016 წელთან და თან ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო. ზუსტად მაგიტომაც ეს დამამახსოვრდა გვარი და იერით. რატომ თან მინდოდა მე თქვა რომ ყوار ვიცნობთ ერთმანეთს. მას სათვალე მეკეთა რა. რამდენი წელია გასული, ესე იგი? ბევრი. 9. 9. მაშინ თმაც მქონდა და სათვალეს მეკეთა. ყავდა პედაგოგი? კი, მყავდა დედა ჩემთან ერთად მღერის, ისიც და არც სერიოზულად ჩაერთე უკვე? კი, მე სერიოზულად მიუდექი ამ ამბავს, იმიტომ რომ ესე უვარჯიშებლად გავედი პროექტშიც. სხვა შორის ახლა დიდ მოლოდინებს არ ვამყარებდი პროექტზე, იმიტომ რომ ახლა რთულია, როდესაც რაღაცა გამოცდილება არ გაქვს რა მსგავს საკითხში და მე ხალხურ სიმღერას ვღეროდი ამ სფეროშიც ვიყავი საგარეჯოში და ახლა ხმებში სამღერად ახლა ხალხური სიმღერა მოგეხსენება. საგარეჯოში მით უმეტეს თან ხალხური სიმღერა ძალიან ის არის ხო? ძალიან პოპულარულია რა. პოპულარულია ეს ერთი და მეორე ნამდვილია, ხო? ნამდვილია კი. თან ხმებში სიმღერა მაინც ხო იცია როგორი. კი, მე მომიწია 2 წელი სიმღერა თუ წარმოიდგენ ერთხელ პირველი ხმა ვიყავი 1 წელი და მეორე წელს არ ვიცი რა მოხდა. მეორეზე გადახვედი თუ. ხედავთ იმისა რომ ახლა გარდატეხის ასაკი ხნის გავლილი მქონდა, მაგრამ რაღაც უცებ მოხდა რა და აღმოჩნდი მეორე ხმა და მე ბანი. ხო, გარდატეხამ ჩემზე არ იმოქმედა სხვათა შორის, ეხაც პირველი ხმა მაქვს და არც მეყვარს ხოლმე, აი დუეტში სიმღერა არ მეყვარს მეორე ხმას რომ მღერი, მე კომფორტულობა ხოლმე ყოველთვის პირველი ხმა რა. ყველა სიმღერაში და ყველანაირ სიტუაციაში. როგორ განვითარდა მე შენი კარიერა, თქვათ აი პროექტში მონაწილეობა, ძალიან ხშირად ვიცით რომ გამარჯვებულებიც კი. ხო, მე იკარგება ხოლმე ხალხი რატომ ხალხი იკარგება რა, თუ კერძო იმით არ დაკავდა რა. კი, არა ძალიან ბევრი დაიკარგა მართლა. ზოგი ვთქვათ, მხოლოდ პირველ ეტაპზე იყო და უფრო მაგრად წარმოაჩინა მე პროექტის მე საკუთარი თავი. ზოგი არის ისეთი, რომ გამარჯვებული ახლა დღემდეც არ ახსოვს ხალხს, როდის მოიგო, ვინ მოიგო რანაირად, იმიტომ რომ რატომღაც აღარ ჩანა ხოლმე ხალხი. ხო, აი ეგ არის ძალიან ისეთი გულდასაწყვეტი. კი. მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის მსგავს გადაცემებში მონაწილეობა. მე ყოველთვის ჩემით ვიკვალავდი ხოლმე გზას. ხო. რეპერტუარსაც ჩემით ვადგენდი ყოველთვის, ძირითადად ქართულ სიმღერას ვღეროდი თავიდან აიხაც. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული რა, მე ჩვენი განვითარება, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხელს შეგიწყობენ, ძალიან ცოტა არის რა, რომ ინიციატივა იყოს, რომ შემგვერდით ალბათ რაღაც არ ვიცი, აი ერთად მოვიფიქროთ, რაღაც მოსაფიქრებელი იქნება პროექტი, ოღონდ არ ვამბობ, რომ აუცილებლად სატელევიზიო და რაღაც კონკურსის სახით. ალბათ ისეთი, სადაც უფრო მეტი, თქვა ან ფესტივალი, რაღაცა დაეთმობა ეთნიკურ, ფოლკლორულ. კი, რომ თან ქართული სიმღერა რაღაცა პატარა დოზით არის ახლა ჩვენ ყოველდღიურობაში. ამ ბოლო დროს უფრო წამოიწია, მაგრამ ყოველთვის ახლა ამას გატანა ჭირდება. ჩვენ საკმარისად გვაქვს, მე მგონი გადაღლილებით შეიძლება ვთქვათ, რომ ვართ ფოლკლორით, იმიტომ რომ ჩვენია და იმდენად არა, ფლატ ფოლკლორს არ გულისხმობ, აი ცოტა ქალაქური სიმღერებიც. ხო, აი ქალაქური მომენტში გახდა ცოტა პოპულარული რა, თორე აქამდე ყველას უგვირდა, ხა სადაც მე კონკრეტულად სიმღერადან მუშაობა მომიწევდა, ძირითადად სულ ინგლისურს ვღეროდი და ქართულს რომ ვიმღერებდი, რაღაცა ისე იყო, რომ სადღაც შევიდოდი. ხო, რომ შევიდოდი, ახლად შემქონდა ეს ქართული ყველას უგვირდა, რომ აი ქართულსაც ვღერი და უფრო ქართულს ვღერი იდეაში რა.
სადაც მიწევს ხოლმე ქართული სიმღერა, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, რა თქმა უნდა. ჩვენია მაინც და სხვანაირი შესასრულებელია ქართული რა. ეხლა ხარ სადმე სადაც არის თქვა ფოლკლორული ჯგუფი ან თუ ქართულს თუ მღერი? ქართულს მღერი. არა, ეს პატარა ასაკის მერე ეს მომენტი არ ყოფილა, მაგრამ სიამოვნებით დავკავდებოდი ამ საქმით ისევ, იმიტომ რომ საინტერესო გამოცდილება იყო მაშინაც და ეხაც იქნება. ეხლა მარტო ყოველთვის კარგია, მაგრამ სხვა ადამიანებთან ერთადაც სიმღერა მე ვფიქრობ რაღაც საინტერესო გამოწვევა იქნება ახალი. კი, ნამდვილად. რა სიტყვები თქვა სხვა ახური სიმღერების გარდა სხვა რეგიონების ხალხური სიმღერებზე, რითი არის სხვაობა, რაში არის სხვაობა და მე ვფიქრობ, რომ როგორც ეს სხვა კუთხეები განსხვავდება ვიზუალურად ერთმანეთისგან და ასევე ხალხითაც. კერძებით, ხალხით. კი, ყველაფრით ასევე არის სიმღერაც. ყველას აქვს რაღაცა განსაკუთრებული თავისი ხიბლი რა. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ახლა რომელიც მე მიყვარს კახურია, რა თქმა უნდა, ბევრი სიმღერაა. არის ისეთ სიმღერები, რომელიც არც ერთ რეგიონს კონკრეტულად არ მიეკუთვნება, მაგრამ ქართულია, საერთო ხალხური სიმღერაა. ბევრი არის ესეთი რა. მაგრამ აი კაი რამე გავიხსენით ახლა რა, იმიტომ რომ აი ხალხურთან მინდა რომ კიდე რაღაცა დოზით შეხება მქონდეს, იმიტომ რომ მაინც ჩვენი სიმღერის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ეს ხალხური. აუცილებლად, იმიტომ რომ მეც ესე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად მაინც სიმღერა მოგვიყვანა. კი, აქამდე. იმიტომ რომ ამ სიმღერაში გლოვაც იყო, ამ სიმღერაში ხალისის ყველაფერი კი. ისიც იყო გაცილება ჯარის თქვა სიტყვაზე ამ სიმღერაში ლოცვაც იყო, იავნანაც იყო და ანუ და რაც უფრო მეტ პროპაგანდას გაუწევთ ქართულ სიმღერას, კაია. მე ვფიქრობ, აი ამას უნდა ჟღერდეს ყოველთვის ქართული ყველგან. სადაც წავალთ, ქართული უნდა იყოს უპირველეს, იმიტომ რომ ეხა ქართული შესრულების დროს მე ვფიქრობ, რომ რაღაცა აზრს უკვირდები, შინაარსს უკვირდები, იაზრებ და ისე მღერი. აი ინგლისურ სიმღერაში ცოტა რთულია ეს ყველაფერი. მესმის. ქართული სხვანაირი შესასრულებელია, სხვანაირი გულით იმღერება რა. გეთანხმები. აი ეს თვალები რო იხუჭება ამ მომენტში. ფერმენტი გვაქვს მე მგონი, ისეთი რომელიც ნუ აი ჩვენი ძარღვია და ჩვენი ნერვია და ჩვენი გენი. თან ქართული არც ერთი სიმღერა და არც ერთი ენა არ გავს ქართულს რა, ყველასგან გამორჩეულია. ვფიქრობ არა იმიტომ რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ. მე ვფიქრობ რომ სხვანაირად ისმინება რა, ვინც მოისმენს. კი და არც გამიგია ბევრი ინტერვიუ, ბევრი დოკუმენტური ფილმი, უამრავი ინფორმაცია არის იმის შესახებ, როგორი გამოხმაურება აქვს ჩვენს პოლიფონიას და როგორ იმაში მოყავს ხალხი. საქვეყნოდ და მსოფლიოშია აღიარებული. გასაკვირველი და ძალიან ბევრი კარგი თაობის ხალხი წავიდა, ვინც აქამდე მოიტანა და აი როცა სუთხასიაძე ვარ ხოლმე და არა მარტო სუთხასიაძე, მიყვარს ხოლმე ჰავლეთ გონაშვილის დაიგვიანეს განსაკუთრებულად მოსმენა რა. და სიმღერაც რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი რაღაცა ცოტა მაგარი ბანი სჭირდება და რამდენიმე ადამიანი. როგორი კარგი კაცი ხარ და მინდა გამოვხატო დიდი დაფასება შენი და პატივისცემა შენს მიმართ და სიმპათიები, იმიტომ რომ ამას ესე გულწრფელად და ესე გემრიელად არა კომერციაში მოქცეულს, თუმცა და კომერციის გარეშე არ გამოვა ყველგან, ყველა სტუმართან და ყველგან ეს პრობლემა აუცილებლად დგას. ეს არ არის ერთმანეთის საპირისპირო, უბრალოდ მოსაფიქრებელია თუ ამას ვიძახი, რომ რაღაცნაირად ერთ ფორმაში რო იყოს ეს ყველაფერი მოქცეული. ერთად რომ მუშაობდეს. კი. ერთმანეთს არცხელს უშლიდეს და ავსებს ერთმანეთს საბოლოო ჯამში. გიორგი, თუ გაქვს გეგმაში შენი სიმღერების გამოცემა, გამოშვება, ჩაწერა. კი, ერთი მაქვს სხვათა შორის, თუმც კაი ხანი გავიდა იმის მერე რაც ჩავწერეთ. დათო არჩვაძეს ეკუთვნის მუსიკა. დათო მაჩუკა ეს სიმღერა წლების წინ. უბრალოდ ესე რაღაც არ დამიპრემიერებია დიდად არსად სოციალურ ქსელში დავაბრუნე. ეს ქალაქური ჟანრის. კი, ქალაქური ცოტა ესეთ რომანსული სიმღერაა. ძალიან ლამაზი ტექსტი აქვს, რაღაც მონატრებაზე და სიყვარულზეა. და ყოველთვის მიყვარს ხოლმე შესრულება, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ხშირად არ მღერი, იმიტომ რომ ცოტა დაძველდა რა და მინდა რაღაც ახალის გაკეთება, ახალის ჩაწერა, რა თქმა უნდა იქნება კი. დაძველდა ტექსტუალურად თუ მელოდიით? ალბათ დროს გულისხმობ რა, რაღაცა სხვა ეტაპს მახსენეს ცხოვრების რა, პატარა ვიყავ მაშინ რომ ჩავწერე 17 თუ 18 წლის და რაღაცა დამიგვიანა და ცოტა მინდა რაღაც ახალის გაკეთება ახლა, მაგრამ ალბათ ისევ ქართულში ვიტრიალებ რა, სავარაუდოდ.
და ეხლა სად მოღვაწეობ, სად გამოდიხარ და რა რეპერტუარით გამოდიხარ? ქართულ ინგლისური რეპერტუარი მაქვს. X Factor-ი ვახსენეთ, X Factor-ის მერე კიდე ერთ პროექტში ვიყავი, ახლა ამას წინათ Black Sea-ზე გქონდა ჩაწერები ერთი თვე. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და სხვათა შორის ამდენი წლების განმავლობაში პირველად მომინდა პროექტში გასვლა, მაინც ცოტა სტრესული და რაღაც ნერვიული გარემოა ხოლმე ამ პროექტებში. ისე მღერი, ჩემი საყვარელი ადამიანებისთვისაც, კერძო ღონისძიებებზეც მაქვს ესეთი ადგილები, სადაც სისტემატიურად მღერი და რაღაცა მუშაობ საკუთარი თავის განვითარებაზე და რეპერტუარსაც შეეხება ქართული უფრო მეტი დოზით არის რა და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად სხვანაირად შეუძლიათ ხოლმე ადამიანებს აპლოდისმენტიც და რაღაც ესე სიყვარულის გამოხატვაც რა, ქართულზე უფრო სხვანაირად არის ხოლმე. აუცილებლად ნაცნობი. ამიტომ არის ესეთი დიდი დოზით რა ჩემს ცხოვრებაში. ნე, როგორ ვფიქრობ, როგორ წარმოგიდგენია რამდენიმე თქვა წლის შემდეგ არა მხოლოდ შენ, ზოგადად ქართული სიმღერა რას იმაღლეზე იქნება? მე ვფიქრობ, რომ დღეები რაც უფრო გადის და რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უსმენს ქართულს, რასაც ვაკვირდები, უფრო დიდი სიყვარული უჩნდებათ და მე ვფიქრობ, რომ პატარა ასაკიდანვე უნდა ისმენდეს ქართულს და მე ვფიქრობ, რომ უფრო დიდ პოპულარობას და სიყვარულს მოიპოვებს ჩვენ გულებში. ქართული სიმღერა თუ ეხა რაღაც დონეზე ვერ ვაფასებთ, წლების მერე ვფიქრობ, რომ ქართული სიმღერა უფრო დაფასებული იქნება და უნდა იყოს კიდეც. ეხლა გამიჩნდა ერთი იდეა და ამას ესე უბრალოდ წამოვიძახებ და მე თუ ვინმე შეძლებს, იმიტომ რომ არ მგონია მე თავი მოვაბა, კარგი იქნებოდა ფოლკლორული ოპერის გაკეთება, ან პერფორმანსი, დადგმა, სადაც იქნება საქართველოს ისტორიიდან რომელიმე მონაკვეთი მნიშვნელოვანი, სადაც ალბათ ყველა რეგიონი იყო ჩართული, ან ბრძოლობდნენ, ან ომობდნენ, ან იმ პერიოდის ოჯახის აღწერა, ან რაღაც ისტორიული კუთხით, თან რაღაც ისტორიული კუთხით, ოღონდ გაფორმებული მიუზიკლი იყოს, ოღონდ ფოლკლორული მიუზიკლი. კი, საინტერესო იქნება ძალიან. სხვადასხვა მე ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი რესურსი დაჭირდება მაგას. ამას საკმაოდ დიდი რესურსი დაჭირდება, როგორც წარმოვიდგინე ახლა, საკმაოდ დიდი, მაგრამ სამაგეროდ მასშტაბური იქნება დასამახსოვრებელი. კი და მე ვფიქრობ, რომ ინტერესიც იქნება. პროპაგანდაც, კარგი პროპაგანდის გამო. კი, ქართული სიმღერას სჭირდება თან. არ სჭირდება, მაგრამ დამატებით არ აწყენს. პროპაგანდა იმდენად არა, რამდენადაც პოპულარიზაცია მოდი ესე. მადლობა ძალიან დიდი და გისურვებ ბევრ წარმატებას, იყავი გახარებული, ჯანმრთელი ხარ, ჯანმრთელი იქნები სულ და მინდა რომ შენი ჩანაფიქრები რაც არის, ყველაფერი აღსრულებოდეს, ოღონდ ეს არა მარტო შენთვის, ეს მე ვფიქრობ არის უფრო დიდი საქმე, ვიდრე რაღაც პირადი არა, ხო, პიროვნული არ არის, კი. მადლობა გიორგი, წარმატებები. დროებით. თვითფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, ამით დასრულდა ჩვენი გადაცემა, მომავალში ისევ შევხვდებით. საინტერესო სტუმრებთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ. Mize svece feragavi netara iho Rogor mokhta chveni gsebi orada iho Skhara darcha sevtis kvarta Vins miqvarda vins kimtsamda tsars Sultan Zayho Skvaradam chas eltis karda Vins miqvarda vins kimtsamda tsarsuma Sultan Zayho Shakhanarabi Titkos that's khanadaratsigo Sakanuria Khamabarabi Sarsuma Sultan Zayho
და